ძალიან ცოტაა კაცობრიობის ისტორიაშიც კი თავგანწირვის ისეთი მაგალითები, როგორიც შინდისელმა გმირებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს. ამ 5 დღიანი ომის ტრაგედიაზე ბევრის მოყოლა შეიძლება, მაგრამ არსებობს ერთდროულად საამაყო და ცრემლიანი ამბავი 17 ქართველ გმირზე, რომელთაც კარგად იცოდნენ, რომ ურიცხვი მტრის ალყაში მოქცეულებს გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ, თუმცა გულზე საქართველოს დროშა ეკეთათ და დანებებას არაპირებდნენ. რამდენიმე დაჭრილმა სადგურთან მდებარე შენობის ნანგრევში აფარა თავი და მათაც გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ, რომ არა ერთ-ერთი ჯარისკაცის ალეკო ონიანის თავდადება. მუხლებში სასიკვდილო დაჭრილი ნათლულის რომან ზოიძის თავი ედო ალეკოს. თანამებრძოლებს გასძახა თურმე მტერს ცოცხალი არც ერთი არ ჩაუბარდებითო. მერე მამაო ჩვენოს ლოცვა დაიწყო და ყუმბარას თავი წააცალა. ტრის თვალწინ აიფეთქა ალეკო ონიანმა თავი. ომის დაუწერელი კანონის თანახმად კი როცა ერთ-ერთი მხრიდან ვინმე ასეთ თავგანწირვაზე მიდის, მეორე მხარე დროებით წყვეტს შეტაკებას, რადგან მსგავსი ქმედების განმეორების დიდი რისკია. ასე მისცა ქართველმა ჯარისკაცმა დრო შინდისელ მოსახლეობას დაჭრილების სამშვიდობოს გაეყვანა.